ჟურნალისტები დარტყმა ზუსტად იმ მანძილად, სადაც შევიყავთ თავისუფალი და ყველაზე მყარა და შეგვეძლო გადაგვეღოს არჩევნო პროცესი და დაგვიფიქსირებდა ყველა ეს კანონმდებლობა, რაც ხდებოდა უბნებზე. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა საქმიანობის ის უფლება, ჰქონდა CSGO-ს ის უშუალოდ ჩაერია ჩვენს უფლებებში და პირდაპირ მე ამას შევაფასებდი გაკავდების ხელშეწყობა. მე გუშინაც გავაკეთე ამ შესახებ განცხადება, რომ ხარატიშვილმა ამ გადაწყვეტილებით და CSGO-ს ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყო არჩევნების ტოტალურ დაკავებას, რომელსაც აპირებს ხელისუფლება CSGO-ს გადაწყვეტილება ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ ნამდვილად არის არაკანონიერი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტებს ხელს შეუშლის განახორციელოს თავისი პროფესიული საქმიანობა და შესაბამისად ამომრჩეველი დარჩება არაინფორმირებული. მე ვიყავი რედაქტორი წინა არჩევნების დროს 2010 წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და ისე მოხდა რომ ზუსტად ის დარღვევები, რასაც აფიქსირებდა მედია, კენჭისყრის კაბინებთან, საარჩევნო სიებთან და ასე შემდეგ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეზღუდვები დაკავშირებული არის სწორედ ამ საკითხებთან. როგორც ჩანს ეს არ არის შემთხვევითი და CSGO ხელს უშლის მედიას ბოლომდე ინფორმირებული გახადოს ამორჩეველი. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლა. ფაქტობრივად ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი თუ როგორ შეძლებს მედია საშუალებები, როგორ შეძლებენ ამ დროს მუშაობას. მით უფრო რეგიონული მედიის წარმომადგენლები, როცა არ არის სათანადო რესურსი, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება ამ დროს მუშაობა და ჩვენ ამ ფორმით გამოვხატეთ პროტესტი. ეს არის ჩემი შეფასებით, ეს არის CSGO-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიშნული დადგენილება პირდაპირ არის მიმართული იმისაკენ, რომ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს შეეშალოთ ხელი, ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც ელექტრონულ მედიაში მუშაობს და გარკვეულწილად ისე რომ რაღაც კადრი არ ქონდეს, სინქრონი არ ქონდეს ადამიანებს ამის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე პროცესის გაშუქება და ეს პირდაპირ ურტყამს ზუსტად იმას, რომ არ დაფიქსირდეს ის დარღვევები, როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომელიც თუნდაც წინა არჩევნებში ფიქსირდებოდა.